ტრამპი მსოფლიოს ამერიკასთან თანამშრომლობას და კომპრომისს ურჩევს, რადგან ძალა მართლა ხნავს აღმართს. შეძლებს თუ არა ხავიერ მილეი არგენტინის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას. მიგრანტების პრობლემა დამოკლეს מחვილივით კიდეა ევროპის თავზე. როგორ ფართოვდებოდა ამერიკის სახელმწიფოს ტერიტორიული საზღვრები? ჩვენს ისტორიული მოვლენების რუბრიკაში მოგიყვებით სულ რამდენიმე წამში. მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. დონალდ ტრამპმა თქვა და შეასრულა კიდეც. ნამდვილად აქტიურად დაიწყო მეორე საპრეზიდენტო ვადა. უკვე 200-მდე ბრძანებულებას მოაწერა ხელი, თუმცა მისი გადაწყვეტილებები და განცხადებები იმდენად ექსცენტრიული და მოულოდნელია, რომ სხვა ქვეყნების გაოგნებას იწვევს. როგორც დასავლეთის მასმედია იუწყება, ტრამპს დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რომელიც გრენლანდიის ყიდვას ეხებოდა. მოგვიანებით ქალბატონმა ფრედერიკსენმა აღიარა, რომ საუბარი საკმაოდ მძიმე იყო. მედიაში კი ითქვა, რომ ამერიკის პრეზიდენტი დანიის პრემიერ-მინისტრს დაემუქრა. ძალა აღმართს ხნავსო, ხომ გაგიგონიათ? ისია ამერიკასა და დანარჩენ სამყაროს შორის ურთიერთობის საქმე. ამერიკიდან კოლუმბიელი მიგრანტების გაძევების ინციდენტიც ამაზე მეტყველებს. გემახსოვრებათ, ამომრჩეველის მიმართ ტრამპის ერთ-ერთი დაპირება სწორედ არალეგალურ მიგრანტთა პრობლემის მოგვარება იყო. თეთრსაღში ბოლომდე არც ჰქონდა ფეხი შედგმული, რომ ამერიკა-მექსიკის საზღვარი ჩაკეტა და სამხედრო ძალებს მისი დაცვა დაავალა. ამერიკის თითქმის ყველა ქალაქში კი საიმიგრაციო სამსახურებმა არალეგალური მიგრანტების დასაჭერად ფართო მასშტაბიანი რეიდები დაიწყეს. დემონსტრაციული დაჭერები ხდება არა მხოლოდ რესპუბლიკელთა მმართველობის შტატებში, მაგალითად როგორიცაა ტეხასი და ფლორიდა, არამედ დემოკრატიული პარტიის მმართველობის შტატებშიც, როგორიცაა ნიუ-იორკი და კალიფორნია. საინტერესო ფაქტია, რომ რეიდების ჩატარებაში საიმიგრაციო სამსახურებს დემოკრატი გუბერნატორები ეხმარებიან. ადრე სულ სხვა სურათი იყო. ისინი კატეგორიულ წინააღმდეგობას უწევდნენ არალეგალური მიგრანტების დაჭერასა და მით უმეტეს ქვეყნიდან გაძევებას. ცნობილია, რომ არალეგალური მიგრანტების უმრავლესობა ლათინოამერიკელია, რომლებიც საიმიგრაციო სამსახურმა სახელმწიფო დაფინანსებით თვითმფრინავში ჩასვა და სამშობლოსკენ გაუყენა გზას. მიგრანტებით სავსე სამხედრო თვითმფრინავებმა მექსიკის, კოლუმბიის, ბრაზილიისა და სხვა ლათინური ქვეყნებისკენ აიღო გეზი. ზოგიერთ ქვეყანას ეს ამბავი არ მოსწონს, მაგრამ ჩუმადაა. კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ კი საჯაროდ გააკრიტიკა ტრამპი და მიგრანტებით სავსე თვითმფრინავის მიღებაზე უარი განაცხადა. კოლუმბიის პრეზიდენტი თავისი ქვეყნის ისტორიაში პირველი მემარცხენე პრეზიდენტია და ის მუდამ ამერიკას აკრიტიკებს, განსაკუთრებით ტრამპს ვერ იტანს. ამ განცხადებით მან კოლუმბიის მოსახლეობას ამერიკისადმი მისი დამოკიდებულება აჩვენა. ტრამპს პეტროს განცხადებაზე უაღრესად ხისტი რეაქცია ჰქონდა. კოლუმბიის მთავრობას კოლუმბიურ საქონელზე ტარიფების 25%-იანი ზრდით დაემუქრა. კოლუმბიელ თანამდებობის პირებს ამერიკაში შესვლა აუკრძალა და კოლუმბიელებისთვის სასაზღვრო შემოწმებები გაამკაცრა. ამბობენ, რომ მიღებული ზომები მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ არ მივცემთ კოლუმბიის მთავრობას უფლებას აირიდოს კანონიერი ვალდებულებები კრიმინალების მიღება არ მიღებასთან დაკავშირებით, განაცხადა დონალდ ტრამპმა. კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ დონალდ ტრამპი კოლუმბიელი ხალხის მიმართ რასისტულ მოპყრობაში დაადანაშაულა და განაცხადა, ბლოკადა არ გვაშინებს და საბაჟო გადასახადს თავადაც დავაწესებთო, მაგრამ დაძაბულობა მხოლოდ 6 საათს გასტანა. მალე კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუის მურილიომ განაცხადა, რომ დიპლომატიური დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის ამოწურულია და დასძინა, რომ კოლუმბია თანახმაა ყველა მიგრანტი დაიბრუნოს. კოლუმბიის პრეზიდენტმა კი მოიბოდიშა და განაცხადა, რომ
ის სამხედრო თვითმფრინავების გამოყენებასა და მიგრანტებისადმი ასეთ მოპყრობას ეწინააღმდეგებოდა. მან ისიც თქვა, რომ ეცდება მიგრანტები თავისი თვითმფრინავით ჩამოიყვანოს. კოლუმბიის პრეზიდენტის მობუდიშების შემდეგ თეთრმა სახლმა უკან წაიღო ტარიფების დაწესებაზე მუქარა. ინციდენტი ამოიწურა, მაგრამ დაადასტურა თუ რა ეკონომიკური და პოლიტიკური ძალა აქვს ამერიკას. კოლუმბიისთვის ამერიკა ვაჭრობისა და უსაფრთხოების საკითხში მთავარი პარტნიორია. კოლუმბია წელიწადში 2 მილიარდი დოლარის ღირებულების მხოლოდ ყავას ყიდის ამერიკაში. მისი საექსპორტო საქონელია ასევე ნავთობი, ბანანი, ყვავილები, ავოკადო და სხვა. ამერიკა უკვე მრავალი წელია კოლუმბიის ჯარის გაძლიერებას აფინანსებს. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ამ მოვლენებმა მსოფლიოს დაანახა თუ რამხელა პატივს სცემენ ამერიკას. ასევე გამოითქვა იმედი, რომ კოლუმბიის კრიზისის გათვალისწინებით სხვა ქვეყნებს ურჩევნიათ შეერთებულ შტატებთან ითანამშრომლოს, თორემ ბუნებრივი რესურსებით მდიდარი არგენტინა მეორე უძლიერესი ეკონომიკაა სამხრეთ ამერიკაში და მაინც არასწორი ეკონომიკური მართვისა და პოპულისტური იდეების აყოლის გამო მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან ქვეყანა გაუთავებელ ეკონომიკურ კრიზისშია, რასაც არგენტინის ვერც ერთი მთავრობა ვერ გაუმკლავდა. ამ ხნის განმავლობაში არგენტინამ 7-ჯერ გამოაცხადა დეფოლტი. 2023 წლის ბოლოს კი ერი ეკონომიკური უსკრულის წინაშე დადგა. მოსახლეობის უმრავლესობამ ეკონომიკის ძირფესვიანი გარდაქმნა მოითხოვა, მაგრამ რეფორმის განხორციელება ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ აიღო თავის თავზე, სანამ 2023 წელს ქვეყნის პოლიტიკურ ავანსცენაზე ლიბერტარიანელი პოლიტიკოსი ხავიერ მილეი არ გამოჩნდა, რომელმაც არჩევნები არგენტინის მოსახლეობისთვის კარდინალური რეფორმების გატარების პირობით მოიგო. 2024 წლის დეკემბერში მილეის არჩევიდან 1 წელი გავიდა. მისმა რეფორმებმა არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰპოვა. ზოგი პოლიტანალიტიკოსი აღმერთებს და ზოგი აკრიტიკებს მას. იგივე განწყობაა ხალხშიც. დონალდ ტრამპი მოხიბლულია ხავიერ მილეით. მან პირადად მიიპატიჟა ის ინაუგურაციაზე. ილონ მასკიც და ვივეკ რამასვამიც მისი კომაგები არიან. მას კი ამბობს, რაც მილეიმ შეძლო, ჩვენს გვინდა გავაკეთოთ ამერიკაშიო. გერმანიის ეკონომიკის ყოფილ მინისტრსა და ლიბერალური პარტიის ლიდერს კრისტიან ლინდნერსაც მილეის რეფორმები სამაგალითოდ მიაჩნია. ცნობილი გამოცემა ეკონომისტი ხავიერ მილეიზე წერს, ის თავისუფალი ბაზრის რევოლუციონერია, რომელმაც დაავადებული არგენტინისგან შხამი გამოდევნაო. რა გააკეთა ისეთი არგენტინის პრეზიდენტმა, რომ მთელი დასავლეთი გადარია. მან ცვლილებები ფინანსების დაზოგვისა და სახელმწიფო სტრუქტურების დერეგულაციით დაიწყო. ხუმრობით ამბობდა, მთავრობის სტრუქტურებს ხერხით ჩამოუარე და ყველაფერი, რაც არ მომწონდა, ჩამოვხერხეო. მართლაც უამრავი სახელმწიფო სტრუქტურა გააუქმა, მათ შორის რამდენიმე სამინისტროს. გაათავისუფლა ათასობით სახელმწიფო მოხელე, შეაჩერა სოციალური პროგრამები, შეკვეცა პენსიები, ბევრი სახელმწიფო სტრუქტურა მართვის კერძო მექანიზმად აქცია. მოახდინა არაერთი სახელმწიფო კომპანიის პრივატიზაცია, შეასწორა ვალუტის გაცვლითი კურსი. ყველაფერმა ამან სახელმწიფო ხარჯები 30%-ით შეამცირა და ბიუჯეტის 14 წლიანი დეფიციტი პროფიციტით შეცვალა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ქვეყანა მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე დახარჯა, რამაც თავის მხრივ ეროვნული ვალი შეამცირა. პროფიციტმა $1,700 მილიონი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 0,3%-ია. ბიუჯეტის გაძლიერებასთან ერთად რეცესიაც დასრულდა და ინფლაციაც შემცირდა. შემდეგ ეტაპზე ხავიერ მილეიმ
ტარიფებს მიხედა. ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე ტარიფები დასწია. იმპორტირებულ საქონელზე კი ასწია. შესაბამისად, არგენტინაში წარმოებული პროდუქტი გაიაფთა, უცხოეთიდან შემოტანილი კი გაძვირდა. პრეზიდენტ მილეის თქმით, წელსაც გაგრძელდება შოკური თერაპია, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. ცნობილმა არგენტინელმა ეკონომისტმა, მილეის კაბინეტის ერთ-ერთმა მინისტრმა ფრედერიკო შტურცენგერმა განაცხადა, რომ რეფორმების წლევანდელ, ანუ მეორე ნაწილში ეკონომიკისა და ადმინისტრაციის დერეგულაცია გაგრძელდება. შემოწმდება ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და თუ ეკონომიკის ნაწილის მართვას კერძო ბიზნესი იკისრებს, მაშინ სახელმწიფო აპარატის შესაბამისი სტრუქტურები გაუქმდება, მაგრამ შოკურ რეფორმებს უარყოფითი მხარეც აღმოაჩნდა. გაიზარდა უმუშევრობა და სოციალური დახმარების შეკვეცის გამო სიღარიბე მიმატა, რაზეც არგენტინის პრეზიდენტი ამბობს, ჯობს ერთხელ გაგვიჭირდეს, რომ სიღარიბის ორმოდან სამუდამოდ ამოვიდეთო. ვინ იცის, როგორ დამთავრდება არგენტინისთვის მილეის რეფორმები, მაგრამ მსოფლიო ნამდვილად აალაპარაკა. ევროპაში დღე არ გაივლის მიგრანტებთან დაკავშირებული სკანდალის გარეშე. ამ უმწვავესმა პრობლემამ კონტინენტი ორად გაყო. ლიბერალები ადამიანის უფლებათა დაცვის მიზეზით ისევ ფართოდ უღებენ კარს მიგრანტებს. კონსერვატორები კი პირიქით ევროპის კარების გადაუდებელ ჩარაзвას ითხოვენ. მათი აზრით, აფრიკელი და ახლო აღმოსავლელი ლტოლვილები ევროპულ ფასეულობებს არ იზიარებენ, ამიტომ მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში ვერ ხერხდება. ამას ევროპის კონტინენტზე რადიკალური ისლამის გავრცელების საშიშროებაც ემატება. ისლამისტთა ჩადენილ ტერაქტებს ბოლო არ უჩანს. ადრე გერმანია თითქოს დაცული იყო ტერორიზმისგან. ახლა ერთი თვის მანძილზე ზედიზედ 2 ტერაქტი მოხდა. პირველი 20 დეკემბერს, როცა არაბული წარმოშობის გერმანიის მოქალაქე მანქანით მაგდერბურგის საშობაო ბაზარში შევარდა. ინციდენტის დროს 6 ადამიანი დაიღუპა და 235 დაშავდა, აქედან 40 მძიმედ. მეორე ტერაქტი 23 იანვარს ქალაქ აშაფენბურგში მოხდა. 28 წლის ავღანელი ლტოლვილი საბავშვო ბაღს დაესხა თავს, რამაც 41 წლის მასწავლებელი და 2 წლის ბავშვი შეიწირა. 2 კი მძიმედ დაიჭრა. გერმანიის მოსახლეობის უმრავლესობა მიგრანტების კანონის დაუყოვნებელ გამკაცრებას ითხოვს. ულტრამემარჯვენეები უკვე დიდი ხანია, რაც ამას თხოვულობენ. ახლა მათ ქრისტიან დემოკრატებით შეუერთდნენ. მხოლოდ მემარცხენე ძალები და ლიბერალები არიან წინააღმდეგნი. იგივე მდგომარეობა საფრანგეთშიც, რომელიც ასევე 2 ბანაკადაა გაყოფილი და დღემდე კომპრომისი ვერ მოინახა. ახლა ყველაფერ ამას ახალი სკანდალი დაემატა. წელს საფრანგეთის მთავრობა მოსახლეობის აღწერას ატარებს. მოქალაქეებმა რამდენიმე საანკეტო კითხვას უნდა უპასუხონ, მათ შორის კითხვას სად დაიბადე და სად დაიბადნენ თქვენი მშობლები. სწორედ ამ შეკითხვამ გამოიწვია საფრანგეთში პოლიტიკური სკანდალი. ლიბერალებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანკეტიდან ამ კითხვების ამოღება მოითხოვეს. მათი აზრით, ასეთი კითხვის დასმით მთავრობას არაფრანგი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენა სურს. ეს კი მათი აზრით რასისტული მოთხოვნაა, რომელიც მომავალში მოსახლეობის ამ ნაწილის სტიგმატიზაციას გამოიწვევს. ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრის შეტანას სურთ. მათი არგუმენტი ის არის, რომ 1958 წლის კონსტიტუციაში შესული შესწორება მოსახლეობის რელიგიის ან რასის მიხედვით დაყოფას კრძალავს. სახელმწიფო ორგანიზაციები უკვე რამდენიმე წელია მიგრანტების სტატისტიკური მონაცემების გარკვევას თხოვულობს, რაც მათი აზრით სახელმწიფო სტრუქტურებს დაეხმარება მაგალითად სოცდახმარების მიმღები მიგრანტების ინტეგრაციაში. საფრანგეთის სტატისტიკური სამსახური იუწყება, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სავალდებულო არ არის და ის ანონიმურია.
მათ სხვა ქვეყნების მაგალითები მოჰყავთ. ამერიკაში და ინგლისში ასეთი სტატისტიკური მონაცემები გასაჯაროებულია და მათი ყოველწლიური განახლება ხდება. შედეგად ამ ქვეყნებში მიგრანტები უფრო ინტეგრირებული არიან ვიდრე საფრანგეთში, მაგრამ საფრანგეთის ლიბერალებს არანაირი არგუმენტის მოსმენა არ სურთ. ენაზე მხოლოდ ადამიანის უფლებები აკერიათ. ისინი ვითარების დაძაბვაში საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, კონსერვატორ ფრანსუა ბაირს ადანაშაულებენ, რომელიც საკითხთან დაკავშირებით ულტრამემარჯვენე მარი ლეპენის პოზიციას იზიარებს. მისი აზრით, მიგრანტების თემამ შეიძლება ქაოსი და არეულობა გამოიწვიოს ევროპაში. ამიტომ ის კომპრომისსა და შეჯერებულ გამოსავალს ეძებს, თუმცა ლიბერალებს კომპრომისის გაგონებაც კი არ სურთ. რომელ დათმობაზეა ლაპარაკი? ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე დონალდ ტრამპმა რამდენიმე სახელმწიფოს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა. საჭირო ჩათვალა კანადის შემოერთება, პანამის არხზე ამერიკის კონტროლის აღდგენა მოითხოვა და დანიისგან გრენლანდიის შეძენაზე ალაპარაკდა. ბევრს ცუდად კი მოხვდა ყურში ტრამპის ეს უცნაური განცხადებები, მაგრამ ზოგადად ამერიკის ლიდერის ასეთი მოთხოვნები უცხო არ უნდა იყოს მათთვის, ვინც ამერიკის ისტორიას იცნობს. ამ ზესახელმწიფოს წარსულში არაერთი ეპიზოდი იკითხება, როცა შეერთებული შტატების ტერიტორია სხვათა მიწების ანექსიის ან მათი შესყიდვის ხარჯზე ფართოვდებოდა. 1776 წლის 4 ივლისს ჩრდილოეთ ამერიკაში ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ჩამომწკრივებულმა ინგლისის 13-მა კოლონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ასე დაარსდა ამერიკის შეერთებული შტატები. ეს 13 კოლონია შემდეგ 13 შტატად გადაკეთდა. ამ ახალი ქვეყნის მაშინდელი ფართობი მისი დღევანდელი ტერიტორიის მეოთხედიც არ იყო. ამერიკის ტერიტორიის პირველი დიდი გაფართოება 1803 წელს მოხდა, როცა ამერიკამ საფრანგეთისგან ლუიზიანა შეიძინა. იმ დროს ამერიკის თითქმის მთელი კონტინენტი სამი იმპერიის, ინგლისის, საფრანგეთისა და ესპანეთის მფლობელობაში იყო. ფრანგული ლუიზიანას ფართობი 2 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტს შეადგენდა, რომელიც კანადის საზღვართან იწყებოდა და მექსიკის ყურესთან მთავრდებოდა, სადაც ლუიზიანა შტატია დღეს. ეს ის დროა, როცა ნაპოლეონის საფრანგეთი ევროპის დასაპყრობად ომებში იყო ჩაბმული. ფრანგების მთავარი მოწინააღმდეგე ინგლისი იყო. ომები ძვირი უჯდებოდა ნაპოლეონს. ფინანსების მოსაძიებლად ნაპოლეონს ლუიზიანას გაყიდვის იდეა ცნობილმა ფრანგმა პოლიტიკოსმა და ეკონომისტმა პიერ სამუელ დუპონ დე ნემურმა მიაწოდა. ნაპოლეონს მისი აზრი ჭკუაში დაუჯდა, რადგან ამით ორ მიზანს აღწევდა: ფული ფულად და ამერიკის გაძლიერებით ინგლისს ამწარებდა. საფრანგეთი კი ახალ მოკავშირეს იძენდა. ნაპოლეონის ბრძანებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტალეირანმა და ფინანსთა მინისტრმა ბარბე მარბუამ ამ საკითხზე მოლაპარაკება დაიწყეს, რაც 1803 წლის 30 აპრილს ამერიკისთვის $15 მილიონ ლუიზიანას მიყიდვით დაგვირგვინდა. დღემდე მსოფლიოს ისტორიაში ლუიზიანას შესყიდვა მიწის შესახებ უდიდესი გარიგების მაგალითად რჩება. ამ ტერიტორიაზე დღეს ამერიკის 15 შტატია განლაგებული. შეერთებული შტატების მიერ შეძენილი მეორე დიდი ტერიტორია ფლორიდაა. მე-19 საუკუნეში ნაპოლეონის ომების დროს ესპანეთის იმპერია ნელ-ნელა კარგავდა კონტროლს სამხრეთ ამერიკულ კოლონიებზე. დაძაბულობა იყო ჩრდილო ამერიკის კოლონიებშიც, კერძოდ ფლორიდაში. 1818 წელს ამერიკის პრეზიდენტმა გენერალმა ენდრუ ჯექსონმა ამერიკის ტერიტორია ინდიელთა ტომის სემინოლების თავდასხმისგან რომ დაეცვა, ესპანური ფლორიდის 2 ციხესიმაგრე აიღო, რამაც ამერიკელებისთვის ფლორიდის მიყიდვის იდეას მისცა ბიძგი. 1819 წელს ამერიკასა და ესპანეთს შორის ფლორიდის ყიდვა-გაყიდვის აქტი გაფორმდა. ამერიკამ $5 მილიონ შეიძინა ფლორიდა და პირობა დადო, რომ ტეხასისა და
ჩრდილოეთ ამერიკაში სხვა ესპანური კოლონიების მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები არ ექნებოდა. თუმცა მოგვიანებით მან ეს პირობა დაარღვია. 1835 წელს ტეხასში ჩასახლებული ინგლისურენოვანი მოსახლეობა მექსიკის მთავრობის წინააღმდეგ აჯანყდა, რომელიც ისის იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. 6 თვეში აჯანყებულებმა მექსიკის არმიის დამარცხება შეძლეს და ტეხასის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ტეხასი ამერიკის ერთადერთი შტატია, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. 10 წლის შემდეგ ტეხასელებმა ამერიკის სახელმწიფოსთან გაერთიანება გადაწყვიტეს, რასაც მექსიკის დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა, რაც ბოლოს ომში გადაიზარდა და 2 წლის შემდეგ მექსიკის დამარცხებით დამთავრდა. 1848 წელს სამშვიდობო შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვით მექსიკამ ტერიტორიის 50% დაკარგა. ამერიკამ კი ვეებერთელა ტერიტორიები შემოიერთა, რომელზეც დღეს კალიფორნიის, ნიუ-მექსიკოს, არიზონას, ნევადისა და იუტას შტატებია განლაგებული. ამერიკის ტერიტორიის შემდგომი გაფართოება 1853 წელს მოხდა. ქვეყნის სამხრეთში მეწარმეთა შორის რკინიგზის მშენებლობის ინტერესი გაჩნდა, რომელიც სამხრეთ შტატებს წყნარი ოკეანის სანაპიროსთან დააკავშირებდა. გეგმის მიხედვით რკინიგზა უფრო სწრაფად აშენდებოდა მექსიკის მფლობელობაში მყოფი სამხრეთ კალიფორნიის გავლით. 1853 წელს ამერიკელმა ბიზნესმენებმა ამ ტერიტორიის ყიდვის თაობაზე მექსიკასთან მოლაპარაკება დაიწყეს, რომელსაც მექსიკაში ამერიკის ელჩი ჯეიმს გეტსდენი ხელმძღვანელობდა. მიღწეული შეთანხმების მიხედვით ამერიკა მექსიკისგან $10 მილიონ 120,000 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ სამხრეთ კალიფორნია შეიძენდა. დღეს ამ ტერიტორიას 2 შტატი არიზონა და ნიუ-მექსიკო იყოფს. 1867 წელს ამერიკამ ალასკა იყიდა. იმ დროს ნახევარკუნძული რუსეთის იმპერიაში შედიოდა. 1853 წლებში რუსეთს მწვავე ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა. რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ცდილობდა. ზუსტად იმ დროს ამერიკული კომპანია Western Union ალასკისა და ციმბირის გავლით მსოფლიოში პირველი ტრანსატლანტიკური სატელეგრაფო კავშირის გაყვანის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, რომლის პროცესში გაჩნდა იდეა ამერიკელებისთვის ალასკის მიყიდვის შესახებ. 1867 წლის 30 მარტს ვაშინგტონში ალასკის ამერიკისთვის მიყიდვის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. რუსეთმა მხოლოდ $7 მილიონ 200,000 გაასხვისა ეს უმდიდრესი მიწა. ამერიკის ტერიტორიის ერთ-ერთი ბოლო გაფართოება მე-19 საუკუნის ბოლოს მოხდა, როცა ამერიკამ ჰავაის კუნძულების ანექსია მოახდინა. მანამდე ჰავაი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. 1893 წელს ამერიკის მხარდაჭერით ჰავაიზე სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. პუტჩისტებმა ჰავაის დედოფალი ჩამოაგდეს და ქვეყნის მმართველობაში მოვიდნენ. ახალმა ხელისუფლებამ ამერიკასთან დაახლოება დაიწყო. 1898 წელს ამერიკულ-ესპანური ომის დროს ამერიკის პრეზიდენტის უილიამ მაკკინლის ხელმძღვანელობით ამერიკამ ჰავაის მთლიანი ანექსია განახორციელა. 2 წლის შემდეგ კუნძულებმა თვითმმართველი ტერიტორიის სტატუსი მიიღო. 1959 წელს კი ჰავაი ამერიკის 50-მეათე შტატი გახდა. ამჯერად სულ ეს იყო, მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ. მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათს ისევ გეწვევით. ნახვამდის.